დღემშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო მოგესალმებით. ტელეკომპანია მეგატივს უყურებთ. გადაცემა შუადღე ქუთაისში დაიწყო პირდაპირ ეთერში. მე ნანა თევდორაძე ვარ და დღევანდელ დღესაც გავატარებ თქვენთან ერთად. ტრადიციულად ვეცდები სასიამოვნო განწყობა შეგიქმნათ. ფიქრობ დღეს განსაკუთრებით საინტერესო გადაცემა გამოგვივა, რომელიც პირდაპირ კავშირშია განათლებასთან. განათლების გარეშე კი ვფიქრობ წარმატების მიღწევა შეუძლებელია, მით უფრო 21 საუკუნეში. გადაცემის სტუმრებს წარმოგიდგენთ ქალბატონი ნინა ჩიკვაშვილი გვეწვია, პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი. მოგესალმებით ქალბატონი ნინა, როგორ ხართ? პირველ რიგში თავს როგორ გრძნობ? მოხარული ვარ. შესანიშნავად გრძნობ თავს. ასევე გადაცემის სტუმარი გახოთ ქალბატონი ნათია კილაძე, პროგრესის ამერიკული სკოლების ქუთაისისა და ბათუმის აღმასრულებელი დირექტორი. მოგესალმებით ქალბატონო ნათია, როგორ გრძანდებით? თავს როგორ გრძნობთ? არაჩვეულებრივად გამოიყურებით პირველ რიგში. ლამაზ გარემო გაქვთ და დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად დიდი პატივია ჩვენთვის. კეთილი. მადლობელი ვარ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მით უფრო სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ბევრი სიახლე სწორედ ქუთაისიდან იწყებოდა ოდითგანვე და რატომ უნდა ჩამოვრჩეთ ახლა 21 საუკუნეში. მოდით ვიდრე უშუალოდ ვისაუბრებთ თუ რა სიახლეებს პირდება პროგრესი, როგორც ქუთაის, ასევე ბათუმსა და თბილისს, იქამდე წინარე ისტორია გავიხსენოთ. თქმა უნდა, ამდენი წლის ჩატევა ერთ გადაცემაში აბსოლუტურად შეუძლებელია, მაგრამ მოდით ეს განვლილი გზა, იდეა როდით დაიბადა, რატომ და როგორ მოდიხართ დღემდე გისმენთ ქალბატონო ნინა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივასალმებით თქვენს მაყურებელს. 2002 წლიდან დაიბადა იდეა ქალაქ ქუთაისში. ტრადიციულად, საიდანაც ნამდვილად მოდის განათლების კერა და აკვანი, პროგრესი, თანამედროვეობა და ნამდვილად იმ დროს უბრალოდ გარდამტეხი პერიოდი იყო და იყო საკმაოდ დიდი დანაკლისი დეფიციტი თანამედროვე ხარისხიანი განათლების, მაინც ასე ვთქვათ, საბჭოური განათლების ნარჩენები ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, აწუხებდა ახალ თაობებს, ნამდვილად აწუხებდათ, ნამდვილად საჭიროებას გრძნობდნენ ისინი და ასე ვთქვათ, პროგრესმა მე მგონი ძალიან ესე დროულად მოუსწრო ამ ეპოქას და იმ თაობებს, რომელსაც ასე წყუროდა ხარისხიანი განათლება, ეს თანამედროვე სტანდარტებით, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, პროფესიონალი მასწავლებლები და რაც მთავარია ის მასწავლებელი და პედაგოგი, რომელიც მისი მეგობარი და მრჩეველი გახდებოდა და მასში დაინახავდა პირველ რიგში პიროვნებას, დაინახავდა ადამიანს, ინდივიდს, რომელსაც ადრეული ასაკიდანვე აქვს გააჩნია მისი საკუთარი მოსაზრება და აზროვნების უნარი და ზუსტად ამ აზროვნებაზე ფოკუსირდა პროგრესი, აზროვნების კულტურის გარდაქმნაზე და ზუსტად კრიტიკული აზროვნება ზუსტად მაშინ ჩამოყალიბდა, რაც ძალიან ესეთი საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩვენი მხრიდან. ამას მიჩვეული არ იყვნენ პირველ რიგში მშობლები, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ ეს ნამდვილად მუშაობს და ეს ძალიან მოსწონთ და ძალიან დიდ საჭიროებას და რეალიზებას წარმოადგენს თითეული ბავშვის, თითეული მოსწავლის, თავიანთი შვილების, ეს ძალიან მალევე გახდა, ასე ვთქვათ, პოპულარული და მოთხოვნადი გახდა პირველ რიგში. კი, თავიდან ეგონათ, რომ მხოლოდ ასე ვთქვათ, მოდური იქნებოდა ეს განათლება და შემდეგ უკვე მიხვდნენ, რომ ეს მოთხოვნადი და საჭირო განათლება გახდა პროგრესი. ანუ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ მშობლებიც გაიზარდნენ ბავშვებთან ერთად. ეს პირველ ნაკადს გულისხმობთ, ხო, მშობლების მიუღებელობაზე რაც საუბრობთ. მშობლებმა აუწყეს ფაქტიურად მშობლებს ჰქონდათ ეს ანუ თავისთავად ბავშვებს თუ ჰქონდათ, მშობლებსაც ჰქონდათ ეს საჭიროება, ოღონდ კონკრეტულად არ იცოდნენ რა მექანიზმებით, როგორი ინსტრუმენტით, როგორი გარემო უნდა ყოფილიყო და პირველ რიგში მშობლები გახდნენ ჩვენი მოკავშირეები და ზუსტად ის ნდობა და ნდობის კაპიტალი, რაც პროგრესს გააჩნია ამ ხნის მანძილზე, ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი ღირებულება პროგრესის სკოლების ბრენდის, ასე ვთქვათ. და ნამდვილად როგორც სასკოლო და საგანმანათლებლო ბრენდი შეიქმნა საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა და საქართველოს ცდება უკვე, საზღვრებს ცდება, ჩვენ გვიცნობენ ამერიკაშიც, საერთაშორისო ასე ვთქვათ, ჩვენი პარტნიორები და ჩვენი კოლეგები და ჩვენ ერთად ვქნით კიდევ უფრო მეტ პროგრესს ყოველდღიურად და ყოველწლიურად. დიდი მადლობა ქალბატონო ნათია.
უყურადღებოდ დაგტოვეთ, მომიტევეთ, როდის შევერთეთ პროგრესის გუნდს და ეს ამ წლებს როგორ შეაფასებთ? გამჩა განცდა, რომ ის იდეა რისთვისაც შეიქმნა თავის დროზე პროგრესი არ უღალატეთ და პირიქით მძლავრად მოქმედებთ, რომ უფრო განვითარდეთ თქვენ და განავითაროთ ბავშვები. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავაცნო ფართო აუდიტორიას, გავაცნოთ ჩვენი ასე ვთქვათ სიახლეები, რასაც სკოლა პროგრესი რეგიონისთვის გეგმავთ, ზოგადად ჩვენ განათლების სისტემაში რა მიღწევები გვაქვს, რა სიახლეები გვაქვს. რა თქმა უნდა, პროგრესის გუნდს უკვე 10 წელზე მეტი ასე ვთქვათ 14 წელი რაც შემოუერთდი. ეს არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც თითეული მისი მონაწილე არის თანაგუნდელი, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ყოველთვის ამას ვამბობთ. ამ გუნდის შემადგენელი არის როგორც თითეული თანამშრომელი, ასევე მშობელი, მოსწავლე და შესაბამისად თითეული ჩვენგანი ვიღწვით და ასე ვთქვათ ვნერგავთ იმ სიახლეებს, ზუსტად ის სიახლეები გვჭირდება იმისთვის, რომ ამ გლობალურ ასე ვთქვათ სამყაროში ჩვენი მოსწავლეები იყვნენ ჩვენი კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანები და ყოველთვის ვდგავართ ნამდვილად ვამართლებთ იმ სახელს, რასაც პროგრესი ქვია. მადლობა, ქალბატონო ნინა. ძალიან საინტერესო სიახლით მოგბრძანდით ახალი კამპუსი ემატება ქუთაისში. ძალიან შთამბეჭდავი არის ის აღწერილება, რომელსაც ჩვენ წავიკითხავთ და დარწმუნებული ვარ, ეს ლამაზი სიტყვები რეალობას შეესაბამება, როგორი არის ამზადისი და რა ეტაპზე ხართ ამჯერად რომ გითხრათ? განსაკუთრებით კი ამ მიზნით ავართ ჩვენ აქ რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ და გავუზიაროთ ჩვენი ყველაზე დიდი სიახლე და დიდი სიამაყე, ძალიან ასევე დიდ საპასუხისმგებლო ნაბიჯს გავს პროგრესი, რადგან ნერგავს ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურს და 3 წლიდან, როდესაც პროგრესმა გადაწყვიტა, რომ გაბედოს 3 წლიდან აღზარდოს უკვე ადამიანი, პატარა ადამიანი და პიროვნება აღზარდოს მის და განავითაროს მისი პიროვნული უნარები, განავითაროს მისი კომპეტენციები, მისი ინტერესები, მისი ყველანაირი ცხოვრებისეული უნარები პირველ რიგში. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ცოტა არ იყოს ვღელავთ, ცოტა კერა და ძალიან ვღელავთ და ძალიან პასუხისმგებლობას გრძნობთ, რომ ეს პაწაწუნები, პატარა ადამიანები ჩვენთან მოვლენ და ამ ხელ პასუხისმგებლობას გრძნობთ, მაგრამ ძალიან დიდ რწმენას გვისახავს კიდევ ერთხელ და დიდი თავდაჯერება გვაქვს, რომ ზუსტად 3 წლიდან ასაკიდან ზუსტად ჰოლისტურად მიუდგებით ამ საქმეს, უდიდეს საქმეს და უწყვეტად განავითარებთ ადამიანს, ინდივიდს, მოსწავლეს, რომელსაც ვამზადებთ ფაქტიურად მომავლისთვის, ვამზადებთ რეალიზებისთვის და მისი ბედნიერი ცხოვრებისთვის. ბედნიერება, როდესაც წარმატებული ხარ და როდესაც შენს ინტერესებს და შენს უნარებს ან ვითარებ ეტაპობრივად, ხო? ალბათ ეს სამი კომპონენტი დავისახეთ ზუსტად და ეს დავისახეთ ისევ და ისევ ქუთაისში პირველად, ისევ პიონერი, ასე ვთქვათ, არის ქუთაისი, ისევ პირველი ინოვატორი არის ქუთაისის ფილიალი, მეორე კამპუსს ხსნით ამისთვის სპეციალურად მეორე შენობა სულ ანუ თლიანად ახალი თანამედროვე სულ ახალი ტექნოლოგიებით, სახელოსნოებით, ჯუნიორ, ანუ საბავშვო სპეციალიზებული სახელოსნოებით და ლაბორატორიებით, გარე რეკრეაციული სივრცეებით, სპორტული და ხელოვნების კომპლექსებით და სივრცეებით სპეციალიზებული ეს ტექნოლოგიურად და ის ინფრასტრუქტურულად, რა თქმა უნდა, შესაბამისი პროფესიონალთა მასწავლებლებთან ერთად, ეს არის უმთავრესი ჩვენ ვემზადებით, ამისთვის ვემზადებოდით მთელი წელი და მთელი ზაფხული, ძალიან ინტენსიური ზაფხული გველის, რათა სექტემბერში უკვე გაიხსნება 21 წლის სექტემბერში გაიხსნება ჩვენი ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხური მეორე კამპუსი ქუთაისში. და როგორ ხედავთ თქვენ, რა შეუწყობს ეს ხელს და რითიც დაიწყეთ საუბარი, რომ ჩვენ დრო მიდის, მაგრამ ეს საბჭოური რაღაც
შეხედულებები ისევ არის ხო შემორჩენილი, მოგწონს თუ არ მოგწონს, ესეც რეალობა. რას ურჩევთ მშობლებს მაგალითად, აი ეს ადრეული განვითარება ბავშვებისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი, თუნდაც ის რომ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოხდეს შემდეგ აი ამ ადამიანების რეალიზება, გამოიმუშაონ ღირსეული ანაზღაურება და ასე შემდეგ. მიღება გრძელდება თუ არა და ხმა როგორ უნდა მოგაწყვინონ დაინტერესების შემთხვევაში. ბატონო. დიახ, ბრძანეთ როგორც გენებოთ. გისმენთ ჩვენი მთავარი ამერიკული სკოლების და მათ შორის ქუთაისში ადრეული და სკოლამდელი განათლების მთავარი, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო ფილოსოფია, ჩვენი კონცეფცია მთლიანად ემყარება ჰოლისტურ განათლებას. ჰოლისტურ განათლება არის ახალი მიდგომა, ეს განსხვავდება, ასე ვთქვათ, სტანდარტული მიდგომებისგან და ესეც არის სიახლე განათლებაში, რასაც სკოლა პროგრესი ნერგავს, ეს არის, როდესაც მოსწავლე აკადემიურ, მხოლოდ აკადემიურ ცოდნაზე არ არის ორიენტირებული ჩვენი განათლება, ეს არის სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება, ეს არის შემოქმედებითი კრიტიკული აზროვნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ჩვენი განათლებით ჩვენ ხელი შევუწყოთ ჩვენი მოსწავლეებს აღმოვაჩინოთ და ასევე ხელი შევუწყოთ მრავალმხრივი უნარების განვითარებას. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი, რაც დავისახეთ და რაც სიახლე არის ამ შემთხვევაში, არის ის, რომ მთლიანად ჩვენი კონცეფცია ეყრდნობა თითოეული ბავშვის ინტერესების გამოვლენას, რა თქმა უნდა, აღმოჩენას და მრავალმხრივი უნარების განვითარებას. პროგრამა მოიცავს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა საგნობრივი მიმართულების შეთავაზებას, როგორც ბაღის ასაკიდან, ასე ვთქვათ, უწყვეტ განათლებას. ეს არის K12-ის მთლიანი საფეხური, იმიტომ რომ როგორც იცით, ჩვენ არა მარტო ახალი კამპუსის ფარგლებში გვექნება დაწყებითი განათლების სკოლა, თუმცა გვაქვს საბაზო საშუალო საფეხურის სკოლა. შესაბამისად, მოსწავლე, რომელიც მოდის ჩვენთან, ის მიიღებს უწყვეტ განათლებას, ეს იწყება 3 წლიდან, რომელიც გრძელდება, ასე ვთქვათ, 12 კლასის ჩათვლით და მას ექნება შესაძლებლობა, რომ მისი ინტერესები განავითაროს, მისი შესაძლებლობები განავითაროს. ამ შემთხვევაში მასწავლებელი არის აქაც ასე ვთქვათ, სიახლეები გვაქვს იმ მხრივ, რომ მასწავლებელი არ არის მხოლოდ ცოდნის გადამცემი, მასწავლებელი არის ფასილიტატორი, ის არის მხარდამჭერი. ჩვენ თავაზობთ ჩვენს მოსწავლეებს, როგორც აღვნიშნეთ, არა მარტო აკადემიურ ცოდნას, არამედ სხვადასხვა საგნების შეთავაზება მოხდება, როგორც ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, სახელოსნოები გვექნება, საბავშვო სახელოსნოები, გვექნება ლაბორატორიები, სადაც მთლიანად პროექტულ სწავლებაზე იქნება დაფუძნებული, ასევე პრაქტიკულად, რასაც აკადემიურ, ასე ვთქვათ, ცოდნას მიიღებენ, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოცადონ და როგორც მოგეხსენებათ, როდესაც ბავშვი თვითონ აკეთებს, თვითონ არის ამ პროცესებში ჩართული, ეს უფრო მეტად ამახსოვდება და მთლიანად ჰოლისტური განათლება მოსწავლეს აძლევს საშუალებას, რომ ის იყოს აი ამ გლობალური, ასე ვთქვათ, სამყაროსთვის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი, კონკურენტუნარიანი. დაწყებითი საფეხურიდან იწყება იმ უნარჩვევების განვითარება, რომელიც აძლევს შემდეგ უკვე საშუალებას, რომ ზუსტად კონკურენტუნარიანი იყოს ამ ჩვენს, ასე ვთქვათ, დიდ სამყაროში და სხვადასხვა უნარების განვითარება მოხდეს. ასე რომ ჰოლისტური ჩვენი ძირითადი, ასე ვთქვათ, კონცეფცია თავიდან ბოლომდე ეფუძნება ჰოლისტურ განვითარებას. დაწყებით სკოლაში ჩვენ ამ შემთხვევაში გავყავით ორი ბლოკი დავარქვით. ეს არის საგნები, რომლებსაც შეთავაზებთ პირველ ბლოკში ცოდნის მიღების კუთხით და შემდეგ უკვე მეორე ბლოკში მოხდება გადავინაცვლებთ ხო? პრაქტიკაზე დაფუძნებული და პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეთავაზება. ეს იქნება STEM-ი, როგორც უკვე აღნიშნე, ეს იქნება სოციალურ-ემოციური უნარების, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად აი პატარა ასაკიდან მოსწავლეებს ხელი შეუწყოთ სოციო-ემოციური უნარების განვითარებაში და ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ჩვენი კონცეფციის ფარგლებში იგეგმება და განვავითარებთ ამ მიმართულებას. მადლობა. ქალბატონო ნინა, მეორე კამპუსი რამდენ მოსწავლეზე, რამდენ ბავშვზე, რამდენ ინდივიდზე, ადამიანზე არის გათვლილი და როგორც ვიკითხე და პასუხი ვერ მივიღე, დაინტერესების შემთხვევაში ხმა როგორ უნდა მოგაწვდინონ? კი. 600 მოსწავლეზე იქნება ახალი კამპუსი გათვლილი, როგორც გითხარით, ეს არის ადრეული, ანუ საბავშვო ბაღი, სკოლამდელი და დაწყებითი საფეხური, სპეციალიზირებული 3 წლიდან 9 წლამდე, ანუ
K4 საფეხური იქნება ახალ კამპუსში. მიიღება დაწყებული გვაქვს და სექტემბერში, როგორც გითხარით, დაიწყება სწავლა 20-26 წლის, ანუ ამ წლის სექტემბერში ჩვენ უკვე დავიწყებთ ახალ კამპუსში სწავლას და ახალი მოსწავლეების, ასე ვთქვათ, იქ ისწავლიან უკვე და ეს ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში სწრაფი პროგრესი, თაობებიც ესეთი აქსელერებული უკვე იბადებიან პირდაპირ უკვე თანამედროვე აზროვნებით და ეს იქნება ზუსტად ის სკოლა და ის დაწესებულება, ის ადგილი, ის სახლი, სადაც ხელი შეეწყობა თითოეულ პატარა პიროვნებას, რომ ის გაიზარდოს, განავითაროს მისი და სრულყოს მისი პიროვნული თუ მისი კომპეტენციები და ასე ვთქვათ ცხოვრებისეული უნარები. კეთილი, იცით რა მაინტერესებს? ვთქვათ, ყავს 10 პაწაწინა. და ყველა მათგანს აქვს ინდივიდუალური ინტერესი, ხო? ამ შემთხვევაში მასწავლებელს რამდენად დიდი მისია აქვს და უნდა ფლობდებს, ხო, აი ფსიქოლოგიურ უნარ-ჩვევებს, რომ გამომავლინოს პირობითად მე რა ინტერესი მაქვს. აი ეს გაკვეთილები და შეხვედრები 10-ვე თუ განსხვავებულია ინდივიდუალურად ჩაუტარდებათ, მცირე ჯგუფები იკრიბებათ, თუ აი ეს პროცესი როგორია მაინტერესებს? ფსიქოლოგები იმუშავებენ ამაზე, მე მგონია გისმენთ ნათია. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, ანუ მშობლებისთვის საინტერესო. ჩვენი მთავარი მიდგომა, როგორც უკვე ვისაუბრე, ჰოლისტურ განათლებას ეყრდნობა, თვითონ ჰოლისტური განათლება მოიცავს ინდივიდუალურ დიფერენცირებულ მიდგომას, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადავამზადეთ უკვე მასწავლებლები ამ მიმართულებით, მრავალწლიანი გამოცდილების პედაგოგები მუშაობენ ჩვენთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ პროფესიულ განვითარებაზე არ ვზრუნავთ, ასე ვთქვათ, პირიქით ვზრუნავთ. მათ აქვთ მზაობა, რომ ზუსტად ის 10 თუ 12 და 13 და შეიძლება უფრო მეტ მოსწავლესთან მათ უნდა შეიტანონ სხვადასხვა ინტერაქტიული მეთოდები, გამოიყენონ ინდივიდუალური მიდგომები, რომელიც აპრობირებული არის სწავლების სხვა თამაშის, მაგალითად თამაშის მეთოდებით სწავლება, პრაქტიკაზე დაფუძნებული, პროექტულ განათლებაზე დაფუძნებული სწავლება, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აძლევს საშუალებას, რომ თითოეულმა მოსწავლემ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, ინტერესის სფერო, აღმოვაჩენინოთ მოსწავლეებს და შესაბამისად გვექნება თანამედროვე მიდგომები. აქვე ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ ვეყრდნობით არა მარტო ქართულ ეროვნულ სტანდარტს, არამედ ჩვენთვის ძალიან დიდი პრიორიტეტია საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განათლება. ისეთი როგორიც არის რა? როგორიც არის ამერიკული განათლება, კოგნია. ჩვენ აკრედიტებული ვართ. სკოლა პროგრესი აკრედიტებული არის კოგნიას ამერიკული საერთაშორისო მააკრედიტებელი ორგანიზაციის მიერ, რომელიც ასევე აღიარებული არის საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ სკოლას აქვს უფლება, რომ ვასწავლოთ ორ სექტორზე, ეს არის როგორც ქართული, ასევე ინგლისურენოვანი სექტორი და შესაბამისი დიპლომი, ასე ვთქვათ, უკვე 12 წლის გასვლის შემდეგ უკვე გავცეთ შესაბამისი დიპლომი, რომელიც ჩვენ ასევე დაწყებით საფეხურზე ჩვენს კურიკულუმში გასაზღვრულია, რომ ჩვენი სტანდარტები ეფუძნებოდეს ასევე ამერიკულ სტანდარტებს. შესაბამისად, ამ ხრივაც სიახლე გვაქვს, განსხვავდება და ფაქტიურად 3 წლის ასაკიდან ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, შემოდის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, ხაზგასმით გვინდა აღნიშნოთ, რომ ზუსტად აი ეს ინტეგრირებული სწავლება მისცემს საშუალებას, რომ იყოს მსოფლიო ბაზარზე ზუსტად მოთხოვნადი კადრი სკოლა პროგრესის კურსდამთავრებული. მადლობა, ანკაბატონო, თქვენ ბრძანეთ, რომ რაღაც მხელვარება, ალბათ რაც უფრო მოგვიახლოვდება სექტემბერი, ლოგიკურია, რომ უფრო მოიმატებს. მოდით იმ ადამიანებზე გვიამბეთ მცირეოდენი დრო დაუთმოთ, ვინც შეიძლება კაცს მიღმარიან, ესენი არის მასწავლებლები, ვინც ამ დროის მანძილზე შემოიკრიბეთ. რამდენად სანდო ხელში იქნებიან ეს ბავშვები? ნამდვილად ჩვენი გუნდი პედაგოგთა კორპუსი, ასე ვთქვათ, პედაგოგთა გუნდი ყველაზე დიდი სიამაყეა სკოლა პროგრესის და ზუსტად ამ პედაგოგების წყალობით და საშუალებით გაიზარდა არაერთი თაობა პროგრესელთა თაობა და ჩვენი მშობლები ალბათ უკვე სტაჟიანი მშობლები და ჩვენი კურსდამთავრებულები ალბათ უკეთ იტყვიან ამ სიტყვას და ამ მადლიერებას. თითოეულმა პედაგოგმა რა ჩადო თითოეულ მოსწავლეში და ყოველთვის ჩვენი კურსდამთავრებულები, როდესაც წერენ მადლობას და
ამას ძალიან ხშირად აკეთებენ და ჩვენ შევქმნით ალუმნების ასოციაცია, სადაც კურსდამთავრებულები არიან შეკრებილი ერთ ასოციაციაში და კიდევ აგრძელებთ მათთან მეგობრობას, თანამშრომლობას, თანამოღვაწეობას, ანუ თანაპროგრესელობას და ძალიან დიდ საქმეს გეგმავთ ერთობლივად. ისინი ყოველთვის ახსენებენ, ანუ სკოლას პირველ რიგში როგორც ანუ პედაგოგს და პედაგოგის როლს და კონტრიბუციას და ასე ვთქვათ, ღვაწლს ანუ მადლიერებით არიან ყოველთვის სავსე, რომ აი ის ისტორია, ის ქართული, ის ინგლისური, ის მათემატიკა, ის ფიზიკა, ის STEM-ი, ზუსტად ის ინჟინერია, ის მეწარმეობა, თუ ის გერმანული ენა, თუ ის ბიზნესის გაკვეთილები, თუ სხვადასხვა არაფორმალური განათლების კლუბები და სხვა მიმართულებით 36 სახის არაფორმალურ განათლების და ინოვაციური განათლების კლუბი გვაქვს. წარმოგიდგენიათ, ანუ აქედან ამოდიან, რომ რამხელა კომპეტენციები, რამხელა უნარები, რამოდენად თუ რამდენიმე თუ მრავალმხრივი და რა მასშტაბის და როგორი ხარისხის კომპეტენციები მიიღეს, ამას ყველაფერს მერე ასე ვთქვათ, ანალიზებენ, იმიტომ რომ უკვე რეალიზებას და იმ ცოდნის და იმ უნარების და კომპეტენციების გამოყენებას, როდესაც უკვე შეუდგნენ ცხოვრებაში და ამიტომაც ვამბობთ, რომ პროგრესი აი ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში გლობალური ინოვატორია, ანუ რომელიც არ ჩამორჩება სამყაროს ამ ინოვაციებში, როგორც ტექნოლოგიების მიმართულებით, STEM-ის, როგორც აკადემიის მიმართულებით, ასე ზუსტად ამ უნარების, ანუ პროგრესი არასდროს არ ამზადებს მხოლოდ გამოსცისთვის. რა თქმა უნდა, გამოცდა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი სკოლა პროგრესისთვის და მე მგონი ერთ-ერთი პირველი სკოლა ვართ დღემდე ვინარჩუნებთ ამ მოწინავე პოზიციას დასავლეთ საქართველოში, რომელიც არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც არის აკრედიტებული ამ ორმაგი ხარისხით და ასევე რომელმაც დანერგა საგამოცდო მოდელი. ანუ ჩვენ ყველა ეტაპზე, დაწყებით საფეხურზე, შემდეგ საბაზოზე, შემდეგ საშუალო საფეხურზე გვაქვს ისეთი გამოცდები, რომელიც ეფუძნება როგორც ეროვნულ პროგრამას, ისე ეფუძნება საერთაშორისო როგორც საბაკალავრო, ისე ზოგადად საერთაშორისო გამოცდებს. მაგალითად, სკოლა პროგრესმა დანერგა კორსერას პროგრამა, წარმოგიდგენთ, დავაინტეგრირეთ ეს მაღალი კლასების თითოეულ მოსწავლეს ჩვენთან პროგრესი ნებისმიერ მოსწავლეს ყველას აქვს წვდომა კორსერას საერთაშორისო კურსებზე. ეს არის უამრავი ათასობით საერთაშორისო საუნივერსიტეტო კურსი. წარმოგიდგენიათ, ანუ გუშინაც ნათუშეულებს ხვდებოდით და მშობელთა ასოციაცია ძალიან აქტიურად მუშაობს ჩვენთან და ძალიან დიდი მადლიერებით და ძალიან დიდი ასე ვთქვათ, ანუ ხედავენ ჩვენში ძლიერ პარტნიორებს, იქიდან გამომდინარე, რომ იციან, რომ გუშინ მშობელმა მაგალითად თქვა, რომ 3 შვილი ყავს ჩვენთან და ანუ სამივემ თითქმის 4 კურსი გაიარა წელს კორსერას 4 კურსი. ეს ხო წარმოგიდგენიათ რამხელა რაღაც არის, რომ მე-9 თუ მე-10 კლასში ხარ და უკვე გადიხარ საერთაშორისო საუნივერსიტეტო, რა ვიცი, იგივე სტენფორდის თუ ჰარვარდის კურს თუ გუგლის კურს თუ რა ვიცი, ფსიქოლოგია ვისაც აინტერესებს თუ ინჟინერია თუ ნებისმიერ მიმართულება, ისინი გადიან ამას, უნდა სკოლაში დებიან, რა ბიბლიოთეკაში სხვა სივრცეებში, უნდა ამას სახლიდან აკეთებენ, სახლიდან გადიან ამ კურსს და აბარებენ და შემდეგ იღებენ ამ საერთაშორისო სერტიფიკატს. სადაც ეს სერტიფიკატები ყველა ერთ სივრცეში იკრიბება, ანუ მართი პორტფოლიო დგება და ეს პორტფოლიო მიმულია პირდაპირ საუნივერსიტეტო ბაზაზე, საერთაშორისო საუნივერსიტეტო. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მოსწავლეს უკვე პოტენციური კანდიდატია ნებისმიერი საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩასარიცხად, იქ მოსახვედრად და თან პრივილეგია აქვს, რომ გავლილი აქვს ამდენი კურსი, გავლილი აქვს ის საერთაშორისო გამოცდები ჩაბარებული აქვს. მაგალითად დღესაც ბათუმის კამპუსში ფილიალში მიმდინარეობს გამოცდები, AP-ის გამოცდები, Advanced Placement-ი, რომელიც არის საბაკალავრო გამოცდები, კრედიტ უნარიანი, ანუ credit based ნიშნავს, რომ ყველა ეს კრედიტი, ყველა ეს მიღებული ქულა მათ ჩაეთვლებათ კრედიტად უნივერსიტეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ისინი აღარ დახარჯავენ დროს და არც ფულს აი ამ საგნების გავლაში. ანუ ფაქტობრივად სკოლამ შეითავსა საუნივერსიტეტო
უნივერსიტეტო პროგრამაც, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე სკოლაშივე ჩვენ უკვე ვიყენებთ სრულ პოტენციალს, როგორც მოსწავლის მხრიდან, ისე აკადემიურად ჩვენი მხრიდან. და რა თქმა უნდა, ამ კურსებს ყოველს მასწავლებლები გადიან და ემზადებიან ამ ყველაფრისთვის. ჩვენ გვყავს კოლეჯის საუნივერსიტეტო მრჩეველები და ეს ერთ-ერთ დიდ, ასე ვთქვათ, კომპლექსურ ხარდაჭერას გამოხატავს უკვე თითოეული მოსწავლის მიმართ. მადლობა, ძალიან მცირედ თქვენს დაუთმეთ, რომ თუ არ დაიზარეთ ცხადი აქ ალბათო ნათია, ანუ ის ვალდებულებები, რომელსაც ერთ დროს გვაკისრებთ, რომ აუცილებლად დიპლომი, აუცილებლად კარგი ქულები, ნიშნები ჩვენ დროს ესე იყო ხო ხუთოსანი თუ იყავი, ალბათ ეს ბედნიერება იყო, მაგრამ ბევრი დიპლომი ვიცით, რომელმაც დღის სინათლე საერთოდ ვერ იხილა, ხო, რაღაცები თავდაყირად და კარგი გაგებით და დღეს ბევრი წარმატება გვაქვს. წარმატებულ პროგრესორებსაც რომ გვიამბოთ და ამ ინოვაციების დანერგვა ხანგრძლივ პერსპექტივაში ამდენ მნიშვნელოვანია ჩვენარი მცირე რიცხოვანი ერისთვის, რომ გადარჩეს უმცირე. ზოგადად სკოლა პროგრესის განათლება სრულიად დაფუძნებული არის ინოვაციებზე და როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნე, ეს არის ინდივიდუალური მიდგომები. ზუსტად ის პროგრამები, რომელიც ჩვენ დაწყებით საბაზო და საშუალო საფეხურზე და უკვე ასე ვთქვათ ვიწყეთ ადრეულ განათლებას, ემსახურება იმას, რომ ჩვენს მოსწავლეებისთვის ჩვენ ვიყოთ როგორც მხარდამჭერები და ის ბენეფიტები, რაც სკოლას აქვს შეთავაზებული, ეს არ არის სტანდარტული განათლება, ასე ვთქვათ, ეს არის მრავალმხრივი, ზუსტად იმ უნარების აღმოჩენა, ხელშეწყობა, მხარდაჭერა, ინტერესის აღმოჩენა. შესაბამისად, სკოლა პროგრესი არა მარტო ზოგად განათლებას უწყობს ხელს, არამედ პროფესიული მიმართულებითაც ჩვენ ჯერ კიდევ ასე ვთქვათ პირველები ვიყავით რეგიონში, როდესაც ჩვენ პროფესიულ განათლების ავტორიზაცია მივიღეთ, დავნერგეთ და ჩვენს მოსწავლეს პარალელურად შეუძლია რომ სკოლაშივე დაეუფლოს ისეთ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიებს, როგორიც არის მაგალითად გრაფიკული დიზაინი, ექსელი და სისტემები, რომელიც როგორც მოგეხსენებათ დღეს ტექნოლოგიური უნარჩვევების განვითარება და მით უმეტეს, როდესაც სკოლის დასრულებისთანავე ასე ვთქვათ, სანამ უნივერსიტეტში ჩააბარებ, უკვე გაქვს დიპლომი, რომელიც ხელს შეგიწყობს დასაქმებაში, არა მარტო დიპლომი, არამედ ის ცოდნა, რომელსაც ჩვენ გადავცემთ, რა თქმა უნდა, სკოლა პროგრესი მრავალმხრივ უწყობს ხელს ჩვენს მოსწავლეებს და ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, დაფუძნებული არის საერთაშორისო სტანდარტებზე. მოსწავლეს აქვს არჩევანის საშუალება, რომ ის, აი თქვენ როგორც აღნიშნეთ, რომ მხოლოდ დიპლომისთვის კი არ იყოს ასე ვთქვათ ორიენტირებული, არამედ ცოდნაზე ორიენტირებული, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება გადავცეთ და შემდეგ ეს პრაქტიკაში უფრო მეტად გამოიყენოს. ალბათ არასწორმა მიდგომებმა რამდენი ნიჭი გაფლანგა და დაიკარგა, შეეძლოთ ეთქვათ, რომ ჩვენი სკოლის შემთხვევაში თუ ვიგებძებათ არ ჩამითვლით, ჩვენ ძალიან ვზრუნავთ იმაზე, რომ არა მარტო ცოდნა გადავცეთ, არამედ სოციალურ-ემოციური უნარების მხარდაჭერა გავაკეთოთ და შესაბამისად ჩვენთან ცოდნა დაკარგული არ არის, იმიტომ რომ ჩვენ თავაზობთ მრავალმხრივ განათლებას. ეს თუნდაც მაგალითად ამერიკულები, ფსიქოლოგები არიან ჩართულები, აქტიურად მუშაობენ, ასევე მასწავლებლების გადამზადება ხდება, პროფესიული განვითარება ხდება, რომ ფეხი აუწყონ თანამედროვე მიდგომებს, იმ ინოვაციურ მიდგომებს და ასე ვთქვათ, იმ ინდივიდუალურ მიდგომებს, რომელიც დღეს ძალიან დიდ როლს იკავებს სკოლაში მოსწავლის განვითარებაში. შესაბამისად, მოსწავლეებს აქვთ არჩევანის საშუალება, ჩვენ მხარდაჭერას უცხადებთ, სკოლას აქვს კონკრეტული მისია, აქვს კონკრეტული ხედვა ამ მიმართულებით და ხელს უწყობს, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სივრცე ყველა მოსწავლისთვის იყოს მისაღები და რაც მთავარია, ბავშვი, რომელიც სკოლა პროგრესში მოდის, იყოს ბედნიერი. და უსაფრთხო ბედნიერი, უსაფრთხო გარემო, რა თქმა უნდა, ეს უკვე უსაფრთხოება. ამაზე რაღაც ემოციურად და კი, რა თქმა უნდა, სოციალურად, ემოციურად დაცული უსაფრთხო გარემო იყოს, პოზიტიური გარემო იყოს შეთავაზებული, ამისთვის რა თქმა უნდა, როგორც სასწავლო დისციპლინებში გარემოსანიშნავენ ურთიერთობებს, რომელიც არის მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, რომელიც არის პოზიტიურ ურთიერთობებზე დაფუძნებული, შესაბამისად აი შეგვიძლია რომ დისკუსიებს მართავთ მაგალითად მასწავლებლები მოსწავლეებთან, ძალიან უშუალო თვითმმართველობა, რომელიც შემოდის სხვადასხვა ინიციატივებით, სხვადასხვა იდეებით და რა ვიცი, ვითვალისწინებს რა თქმა უნდა მაქსიმალურად და ეს არის ზუსტად რომ ძალიან თანამედროვე განათლებას უწყობთ ხელს. და ბენდიც გავთ ხო, როგორც
ბენდი, ხელოვნების და ასე ვთქვათ, გუნდი, ვოკალური, რა ვიცი, ხალხური სიმღერების, ცეკვის, სპორტი, მრავალმხრივი სპორტის მიმართულებით კალათბურთი ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და ასე ვთქვათ, ფართოდ მოთხოვნადია, ფეხბურთი, ჭადრაკში ჩემპიონები ყავს, როგორც რეგიონის, ისე ევროპის ჩემპიონებიც ყავს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი წარმატებები გვაქვს მრავალმხრივად, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებულად მაინც კურსდამთავრებულებზე მინდა რომ ვახსენო. ორიოდე ეს არის ყველაზე დიდი სიამაყე, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ ამისთვის გაჩნდა საერთოდ პროგრესი, რომ კურსდამთავრებული დაინახოს ზუსტად ის ადამიანი, რომელშიც ჩავდეთ ამხელა ინვესტიცია, როგორც ფინანსური, ისე მატერიალური, ისე ადამიანური, ყველაზე დიდი ადამიანური რესურსი არის ჩადებული თითეული წევრი სკოლაში, არის დამლაგებლიდან დაწყებული ზემოთ დირექტორამდე დამთავრებული ყველა ზრუნავს მოსწავლეზე და აქედან გამომდინარე ჩვენი კურსდამთავრებულები არიან ყველაზე საამაყო ადამიანები ჩვენთვის. წელს გვაქვს ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ყოველ წელს რა თქმა უნდა უკვე მრავალი წლის მანძილზე, მაგრამ წელს და განსაკუთრებით ქუთაისის ფილიალს მიულოცა ეს წარმატება, ნათიას მიულოცა პირველ რიგში ეს წარმატება, როგორც პირველ ხელმძღვანელს და უშუალოდ ყველაზე მთავარ ადამიანს არის სასწაულის შედეგები, ისეთი როგორიც არის პენსილვანიის უნივერსიტეტში მოხდა ჩვენი კურსდამთავრებულები და სადღაც 200-დან 400,000 დოლარის ფარგლებში გრანტი აქვთ მოპოვებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის სრულად დაფინანსებული არიან ტორონტოს, ანუ კანადის უნივერსიტეტში, რომელიც ტორონტოს ერთადერთი ესეთი ყველაზე დიდი მასშტაბური უნივერსიტეტი აქვს მოწინავე და იქ არის ერთი მოსწავლე თითო რეგიონიდან, ანუ საქართველოდან მხოლოდ ერთი აბიტურიენტია ნომინირებული და ამ ერთ პოზიციაზეც მოხდა ჩვენი კურსდამთავრებული და 400,000 დოლარი მოიპოვა გრანტი ტორონტოს უნივერსიტეტში, ასევე ბოკონის უნივერსიტეტში, ასევე ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ასევე ამერიკის ნიუ სკულის უნივერსიტეტში, ანუ ამ გრანტებით არიან მოხვედრილი იქეთ საფრანგეთის სორბონის უნივერსიტეტში და ეს არის ფაქტიურად საქართველოს რა თქმა უნდა ჯერ არ ვიცით, საქართველოში არის ეროვნული გამოცდები და დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით 50% აბარებს საზღვარგარეთ, 50% რჩება საქართველოში. ჩვენი ამერიკული დიპლომით უცხოელი მოქალაქეები, ანუ უცხოელი ჩვენი მოსწავლეები ეროვნული გამოცდების გარეშე აბარებენ, ანუ ჩვენს საქართველოს უნივერსიტეტებში და ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი, რომ უცხოელ მოსწავლეს ჩვენი გაცემული დიპლომით აღარ უწევთ დამტკიცება და აღარ უწევთ ეროვნული გამოცდების ჩაბარება და პირდაპირ ირიცხებიან ჩვენს უნივერსიტეტებში. ეს ძალიან დიდი ასე ვთქვათ, წინ გადადგმული ნაბიჯია და პროგრესია და ჩვენ მოსწავლეებს ეროვნულზე რა თქმა უნდა ველოდებით, რომ ძალიან მაღალი შედეგები ექნებათ მათაც. როგორც ყოველთვის ეს არის ყოველწლიური უკვე ტრადიცია არის პროგრესიის და წელს განსაკუთრებულად ყველაზე დიდი მაჩვენებელი ქუთაისმა აჩვენა და ძალიან გვიხარია ეს და ძალიან სამოყვოთ კლიენტ ქუთაის მოლოცა ამოვიყენებთ ეს იმისთვის რომ მიულოცო ჩვენს კურსდამთავრებულებს ნამდვილად საამაყო და გვიამაყება თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ რომ ჩვენი მოსწავლეები როგორც გაბატონებინო აღნიშნა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში, სადაც დიდი კონკურენცია არის და ამ დიდი ასე ვთქვათ მსოფლიო კონკურენციის ფონზე ჩვენი მოსწავლეები თუნდაც საქართველოსთან როდესაც ნომინირებულია და წარდგენილია და საშუალება აქვს მხოლოდ ერთი მოსწავლე ჩაირიცხოს და ის ერთი მოსწავლე არის ზუსტად პირველი კლასიდან დღემდე ჩვენი მოსწავლე, ჩვენი კურსდამთავრებული, რა თქმა უნდა ეს ძალიან საამაყოა. ასევე ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ ჩვენი კურსდამთავრებულები. მე მათ ვილოცავ კიდევ ერთხელ და პროგრესი ყოველთვის ასე ვთქვათ ყოველწლიურად უმაღლეს შედეგებზე გადის და ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს ამ მიმართულებით. და არიან საქართველოს ელჩებიც, ფაკულტეტები არის
ფარმაცევტიკური მეცნიერებები, ტორონტოს უნივერსიტეტის სამედიცინო უნივერსიტეტია, ბიზნესი და ფინანსები, აი ეს ბოკონის უნივერსიტეტი ვახსენე, ანუ ერთ-ერთი წამყვანია ბოკონის უნივერსიტეტი ბიზნეს და ფინანსებში ბათუმიდან არის ჩარიცხული, მოკლედ გრაფიკა და დიზაინი არქიტექტურაზე ასევე ბოკონის უნივერსიტეტშია მოხვედრილი ჩვენი გოგონა. ძალიან დიდი წარმატებებია მოკლედ წელს და ძალიან ვამაყობთ. ერთ-ერთი იაპონიაში მიდის, როგორც ვიცი, ასევე დაფინანსებით ძალიან ბევრი და ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან საჭირო აქტუალური პროფესიები, ფაკულტეტები აქვთ არჩეული და მათ ძალიან დიდი როლია ჩვენი პედაგოგების დამსახურება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. ის საგანმანათლებლო პროგრამები, კურიკულუმები, ექსტრაკურიკულური, ასე ვთქვათ, პროგრამები, არაფორმალური განათლება და ის მიდგომები, რომელსაც ჩვენ მიერ გაქვს სკოლაში, ყველაფერი ესე ასე ვთქვათ, ჯამში უკვე იწევს იმას, რომ უნიკალურ შესაძლებლობებს იღებენ მოსწავლეები, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ირჩევენ სხვადასხვა სფეროებს და ძალიან, ასე ვთქვათ, კონკურენტუნარიანები არიან მსოფლიო ბაზარზე. წარმატებები უსურვოთ ახალ თავგადასავლებში. ერთ-ერთი უახლესი, აი ამ შაბათ-კვირას მიმდინარეობდა, ეს იყო საერთაშორისო ოლიმპიადა, სამეცნიერო ოლიმპიადა და 6 მოსწავლისგან შემდგარი გუნდები წარსდგა ამ საერთაშორისო ოლიმპიადაზე სამეცნიერო და ინჟინერიის მიმართულებით, ანუ STEM-ის მიმართულებით, ეს არის ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა და წარსდგენ ასე ვთქვათ, ასპარეზობდნენ ფიზიკა-მათემატიკური, ვეკუა, კომაროვის სკოლებთან ერთად და ასე ვთქვათ, ღირსეულად გაართვეს თავი ამ ოლიმპიადაზე. ეს არის უდიდესი ჩვენთვის სიამაყე, ასევე ამ მიმართულებით ჩვენ თანამშრომლობთ და პარტნიორობთ კიუს უნივერსიტეტთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან. ანუ კიუს უნივერსიტეტის სტუდენტები ამზადებენ ჩვენს მოსწავლეებს და ერთობლივად მუშაობენ და ერთობლივად ქმნიან ამ პროექტებს და მუშაობენ ამ ტექნიკური და ტექნოლოგიების უნარების განვითარებაზე. ჩვენი მოსწავლეები ასევე კიუში ფაქტიურად 100%-იანი გრანტებით ხვდებიან ყოველ წელს კომპიუტერ პროგრამირებაზე, ქსელი და სისტემებზე, ანუ ტექნოლოგიების მიმართულებით კიუში ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მოწინავე, ასე ვთქვათ, პოზიცია აქვს ყოველთვის და ადგილი ჩვენს მოსწავლეებს და ნამდვილად ესე ძალიან სასიხარულოა ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტი და სკოლა ესე თანამშრომლობს და ზუსტად ეს უწყვეტი ხაზია პროგრესის ნიშა. უწყობს ის, რომ ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში არის ინგლისურენოვანი სწავლება და ჩვენ სკოლაშიც, ასე ვთქვათ, წინარე ცოდნას იღებენ, იმიტომ რომ ჩვენ საგნებს ვასწავლით ინგლისურ ენაზე, შესაბამისად უკვე მოსწავლეებს აქვთ საკმარისი ცოდნა, უნარები, რომ შემდგომ საფეხურზე ბაკალავრიატში უკვე თავისუფლად, ასე ვთქვათ, ჩააბარონ, ისწავლონ სხვადასხვა მიმართულებებზე. ესეც აძლევთ, ესეც ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა არის. კი ბატონო, ჯერ კიდევ 2002 წლიდან, ფაქტობრივად 2004 წლიდან უკვე სკოლა პროგრესის თავაზობს ინგლისურ ენაზე STEM-ის საგნებს, ანუ ტექნიკურ საგნებს ინგლისურ ენაზე და ინგლისურ ენას არ ასწავლეს მხოლოდ როგორც უცხო ენა, ანუ როგორც მეორე ენა, ასწავლის როგორც სამეცნიერო ენას. ჩვენთან დანერგილია და უკვე ძალიან წარმატებით სწავლობენ ბავშვები ინგლისურ ენის ხელოვნებას და ლიტერატურას, რასაც აბარებენ შემდეგ აი აღნიშნულ როგორც აღნიშნე AP-ის გამოცდებზე ინგლისური ენა და English language and composition and literature, ანუ ლიტერატურა და ანუ თემების წერა, აკადემიური წერა, ამ მიმართულებით ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ასევე წარმატებები აქვს ჩვენს მაღალკლასელებს და შემდეგ უკვე კურსომთავრებს. მოგეს ქუთაისურ წარმატებებზე ვისაუბროთ, ბათუმი და თბილისიც არ დავჩაგროთ, რა სიახლეები გვაქვს ბათუმში და თბილისში, რა მოგეწონათ? დავიწყოთ თბილისით. დავიწყოთ დედაქალაქით. დედაქალაქში ძალიან დიდი სიახლეები გვაქვს, ასევე დიდი მასშტაბით
დიდი მასშტაბური პროექტი არის, ეს არის 2 ჰექტარზე სკოლა კომპლექსი, ან როგორც ერთგვარი პატარა ქალაქი ისე ვაშენებთ. 17,000 კვადრატული მეტრი იქნება თვითონ შენობა, ეს იქნება დიფერენცირებული სხვადასხვა შენობები, საბავშვო ბაღი, ასევე დაწყებითი საფეხური, ანუ საბავშვო ბაღი, ადრეული განათლება, შემდეგ დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლა, საშუალო სკოლა, high school-ის ამერიკული high school-ი, advanced, რომელიც გაძლიერებული ნიშნავს იმას ზუსტად, რომ საუნივერსიტეტო კურსი პირდაპირ დაინტეგრირებული იქნება საშუალო საფეხურზე, საშუალო განათლების საფეხურზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მიზანია უკვე უფრო ამბიციური, დაახლოებით პირველი კურსი უკვე დაფაროს, საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსი უკვე დაფაროს სკოლაში მოსწავლემ და ის მან პირდაპირ შეძლოს მეორე კურსზე გააგრძელოს სწავლა ნებისმიერ უნივერსიტეტში. ეს ქართულ სტუდენტებს საქართველოში ეს სისტემა დაინერგება, ანუ კრედიტების ჩათვლის სისტემას გულისხმობ, ხოლო საზღვარგარეთ ევროპაში და ამერიკაში ეს სისტემა უკვე მუშაობს, აპრობირებულია, კარგად მუშაობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამბიციაც ეს არის და მიზანი არის ნამდვილად ძალიან დიდი. თბილისის სკოლა გაიხსნება 20-27 წლის სექტემბერში, ანუ ერთი წელი და რაღაც თვეები დაგვრჩა ამ პროექტის, ასე ვთქვათ, უკვე გახსნისთვის და დასრულებისთვის და გახსნისთვის, ასე რომ ამ მიმართულებითაც დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული სკოლა პროგრეს, ამერიკული სკოლა პროგრესის ქსელს სისტემას ერთად გუნდი მუშაობთ საკმაოდ ინტენსიურად ამისთვის და ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ჩვენს პიარს უყარს უკონკურენტო, მაგრამ უკონკურენტო თომ არ იქნება, კონკურენტუნარიანი იქნება, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, ესეთი მასშტაბური საგანმანათლებლო სკოლა კომპლექსი და ჩვენი ამბიცია და მიზანი არის, რომ ეს საქართველოში, როგორც საქართველოში, ისე ამიერკავკასიაში იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სკოლა იმ მიმართულებით, რომ ჩვენი შემდგომი ეტაპი 2027-ში არ იქნება, მაგრამ შემდგომ ეტაპზე ჩვენ ხსნით boarding schools, ანუ სკოლა საცხოვრებლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ნიჭიერი მაღალკლასელი აბიტურიენტი შეძლებს ჩვენთან სწავლას გრანტებით თბილისში. თბილისში გასაგები. თბილისში ეს არის უდიდესი კომპლექსი, როგორც გითხარით, მრავალმხრივი 11 ლაბორატორია იქნება, ზუსტად ეს არის STEM-ის, NASA-ს, არქეოლოგიური, ბოტანიკური ლაბორატორიები, ეს არის სპორტული კომპლექსები, როგორც საცურავ აუზი, ისე კალათბურთი, ფრენბურთი, ფეხბურთი და ტენისი და ასე შემდეგ, ძალიან მრავალმხრივად მოგეთ, ასევე ხელოვნების, ეს იქნება დრამა, სტუდია იქნება, სხვათა შორის სატელევიზიო და მედია კლუბები, კინოთეატრი. ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, პროექტია თბილისში დედაქალაქში, ასე ვთქვათ, როგორც გითხარით, ერთ-ერთი საპასუხისმგებლო და ერთ-ერთი ღირსეული საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ბარათი იქნება, პირველ სავიზიტო და ესეთი წარმომადგენლობითი სკოლა იქნება, როგორც საქართველოში, ისე ამიერკავკასიაში. დიდი მადლობა. ქალბატონო ნაცევიდან დღეისათვის დაგამშვიდობებით ბათუმის ფილიალზეც მოგვახსენეთ, თუ შეიძლება. დიახ, როგორც იცით უკვე, რომ ბათუმში გვაქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურით სკოლა, შესაბამისად აღჭურვილი არის ყველანაირი, ასე ვთქვათ, ინვენტარით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, რომ მიიღოს მოსწავლეებმა თანამედროვე განათლება, ასევე სკოლა ბათუმის სკოლაში ჩვენ გვაქვს ორენოვანი განათლება, როგორც უკვე აღნიშნეს, ზოგადად სამივე ქსელში, ასე ვთქვათ, ქუთაისის, ბათუმის და თბილისის ფილიალებში გვაქვს ორენოვანი სწავლება, ეს არის ინგლისურენოვანი საგნებს ვასწავლით და არა მარტო საგნებს ვასწავლით, არამედ გვაქვს სექტორი, სადაც შეუძლიათ რომ მოსწავლეებმა ყველა საგანი შეისწავლონ ინგლისურ ენაზე და ეს არ არის მხოლოდ მაგალითად ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება, ინგლისური არის
საშუალება იმისთვის, რომ ისინი მოემზადონ ზუსტად იმ საერთაშორისო უნივერსიტეტებისთვის. შესაბამისად, ყველანაირი საშუალება, ინფრასტრუქტურა, ის კურიკულუმები, რომელიც გვაქვს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კურიკულუმები, გვაძლევს საშუალებას, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ არჩევანის საშუალება, მათ არა მარტო ეროვნული სასწავლო გეგმით ისწავლონ, ასე ვთქვათ, და მიიღონ განათლება, არამედ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლება აძლევთ მათ საშუალებას. ასევე ბათუმში ნერგავთ, ასე ვთქვათ, ისევ ვიწყებთ 3 წლის ასაკიდან იგივე მოდელს, რაც ქუთაისში ესეც სექტემბრიდან, ბათუმშიც სექტემბრიდან. სექტემბრიდან იწყება შენებლობა. გასაგებია. ახალი იქაც, ასე ვთქვათ, ჩვენი კონცეფცია სრულად მოიცავს, როგორც უკვე ვთქვით, სამივე ფილიალში იქნება ზუსტად ჰოლისტური განათლება, აქაც ასე ვთქვათ, ვიწყებთ 3 წლის ასაკიდან და უწყვეტი განათლების ციკლი იქნება, როგორც ბათუმში, ასევე ქუთაისსა და თბილისში, ასე რომ შეუძლიათ რომ ცენტრალიზებული სისტემებით და მართვით, ასე რომ ნებისმიერ დაინტერესებულს შეუძლია რომ უკვე ლოკაცია თვითონ შეარჩიოს, თვითონ პროგრამები და ყველაფერი გვექნება ერთი მიმართულების და ჰოლისტურ განათლებაზე დაფუძნებული. უდიდესი მადლობა დრო რომ დაგვითმეთ, ვიდრე დაგემშვიდობებით, ალბათ ნინა თქვენთან გადმოვინაცვლებ ბოლო შეკითხვით. მართალია ხა მღელვარება იმატებს, სექტემბერიც კარს მოგვადგება და ერთი წელი სწრაფად გავა, მაგრამ პროგრესის მიზანი რა რჩება ხანგრძლივ პერსპექტივებში და მაგალითად როგორი წარმოგიდგენიათ 20 წლის შემდეგ პროგრესი? რა სიტყვას არა მხოლოდ საქართველოში და ამიერკავკასიაში? პროგრესი წარმოგვიდგენია და ამ მიზნით და ამ კონცეფციით და ამ ფილოსოფიით არის და ამ ინვესტიციით არის დანერგილი და აშენებული და განვითარებული სწორედ რომ პროგრესის სკოლები გაუძლებს საუკუნეებს, არა მარტო 10 წლებს და დეკადებს, არამედ საუკუნეებს გაუძლებს და ყოველთვის იქნება მზად და მსახური თანამედროვე ახალი თაობების აღსაზრდელად განათლების უზრუნველყოფისთვის და ყოველთვის ინოვაციებისთვის და ყოველთვის სიახლეებისთვის არასდროს არ ჩამორჩება დროს და იმ პროგრესს, რაც სოფლიოშია. ერთ-ერთი ამბიციური მიზანი ასევე გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ესეც არის სადღაც 3 წლის პერსპექტივაში დაგეგმილი, რომ ამერიკაში, შტატებში თვითონ გაიხსნება ჩვენი სკოლა პროგრესი, წარმომადგენლობა და ამერიკული ჰაისკული, ანუ ამერიკული უმაღლესი სკოლა პროგრესის ონლაინ შესთავაზებს ყველა ემიგრანტს მსოფლიოში და განსაკუთრებით ამერიკაში შესთავაზებს ჩვენს პროგრესის თანამედროვე ხარისხიან განათლებას, სადაც ქართველებს, რა თქმა უნდა, ქართული ენა და ლიტერატურას გავუძლიერებთ, საქართველოს ისტორია და გეოგრაფიასაც ვასწავლით, რა თქმა უნდა, ყველა დანარჩენი საგანი ინგლისურ ენაზე იქნება და ეს სკოლა ძალიან მალე ასე ვთქვათ პროექტში დევს და ეს იქნება ასევე უდიდესი წარმატება და ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაც პროგრესის, რომ მოემსახუროს იმ ყველა მოზარდს, რომელიც წასულია ემიგრაციაში და უნდა და საჭიროებს თანამედროვე განათლებას და ასევე ქართული ენა და ლიტერატურა, ასე ვთქვათ, მისი მშობლიური ენა არ დავიწყდეს, უფრო მეტიც განავითაროს და ყოველთვის იყოს მისი თამდევი და მთავარი, ასე ვთქვათ, განვითარების წყარო იყოს მისი მშობლიური ენა. მოგეთ, ძალიან დიდი მადლობა დრო რომ დაგვიწყეთ, წარმატებულ დღეს გისურვებთ, ბევრი წარმატება და პროგრესს, ასევე ყველა პროგრესერს ახალ თავგადასავალში და პოტენციურად ვინც შემოგიერთდებიან. დროებით დაგემშვიდობებით, იმედი ეს არ იქნება ჩვენი პირველი და ბოლო შეხვედრა. დიდი მადლობა. დროებით ნახვამდის. საინტერესო გადაცემა. დიდი მადლობა. გავფიქრობ თქვენი წყალობით. დიდი მადლობა. დროებით დაგემშვიდობებით ნახვამდის. თურქესო ტელემაყურებლებო, გადაცემაში უოთხე ქუთაისში ამით დასრულებულია. სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ნინა ჩიკვაშვილი, პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი, ქალბატონი ნათია კილაძე, პროგრესის ამერიკული სკოლების ქუთაისისა და ბათუმის აღმასრულებელი დირექტორი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დროებით გემშვიდობებით ნახვამდის.